უცოფაშვილის გაკვეთილებზე და გაკვეთილებზე მაქვს საუბარი აქ ბატონი კახასგან დავთვლი რომ ეს არ არის თავარი ამოცანა ანუ მე ვთვლი რომ არ მოსულ არც პოლიტიკაში მოვედი შევუერთდი მოძრაობას სადაც მომწონს იდეა არსი და ვთვლი რომ არც ერთი ეს ადამიანი ცალკე აღებული არ ნიშნავს იმას რომ ეს იყოს წარმატების გარანტია მე მომწონს თავად იდეა ის რომ ანუ ადამიანი ბიზნესმენი მათ შორის ისეთი როგორც მე თუნდაც ან ბევრი სხვა რომელსაც არ აქვს არანაირი პრობლემა მათ შორის ნამდვილად ჩემს სფეროში ვარ საკმაოდ წარმატებული და მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა პირველ რიგში დღეს ჩვენი საზოგადოების ერთად რომ მე როგორც ბიზნესმენს არ მეშინია ოპოზიციურ ფლანგში ჩემი აზრის დაფიქსირების გამოხატვის და ეს უნდა მეკითხა ანუ რამე საფრთხეების განცდა არ გაქვთ არა მაქვს ამ ეტაპზე თუმცა ვხედავ საფრთხეს საშიშროებას რომ 3 წლის შემდგომ ან 5 წლის შემდგომ ანუ არ ვიქნები იგივე მდგომარეობაში როგორც ვარ დღეს რას გულისხმობთ შეგიძლია იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა რომ ბიზნესი კვლავ იქნება ხელშეუხებელი იმისა რომ ეხლა როგორ არის დღეს თავისუფალია და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა მთლიანად ჩვენი საზოგადოების მაგრამ არ არსებობს არანაირი ინსტიტუციონალური გარანტია იმის რომ 3 წლის შემდგომ 5 წლის შემდგომ თუ კი ესე გაგრძელდა როგორც არის დღეს რომ ანუ ტრიალს ერთ-ეგივე წრეზე ყველაფერი თვლი რომ ამას უდგას ძალიან დიდი რისკის ქვეშ. დიდი დაასრულეთ კი ბატონო. ჩემი ამ გადაწყვეტილებით ვფიქრობ ამ ბევრს მიცემ შესაძლებლობას არ შეეშინდეს გამოხატოს მისი აზრი თავისუფლად დადგეს იქ სადაც საჭირო თავია გამოხატოს იაქტიუროს არა მნიშვნელოვანი მხოლოდ ამ მოძრაობაში უბრალოდ 2020 წლიდან და ზოგადად მომავალში ქართულ პოლიტიკაში და მმართველობაში უნდა მოვიდნენ ახალი ადამიანები არ აქვს მნიშვნელობა საიდან უნდა მოვიდნენ დადგნენ და საერთო ჯამში უნდა ვისწავლოთ კონსენსუსი უნდა ვისწავლოთ ძველებმა გაცვითეს თავი შეიძლება კარგი გიორგის დაუსვავ კითხვას და შემდეგ ისევ ბატონ დავით გიორგი რა სიტყვის შენ ხო საინტერესოა ჩვენ